გამარჯობა. ბოლო პერიოდში მომხმარებლებისგან ხშირად გვხვდება გამოხმაურება იმის შესახებ, რომ მათ შეიძინეს დეკალბის სიმინდის სათესლე მასალა, თუმცა მოსალოდნელი მაღალი მოსავალი ვერ მიიღეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მათ მიერ შეძენილი სათესლე მასალა ფალსიფიცირებული აღმოჩნდა. დღეს მინდა გესაუბროთ დეკალბის სიმინდის სათესლე მასალაზე და კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ განვასხვაოთ დეკალბის ორიგინალი სათესლე მასალა ფალსიფიცირებულისგან. პირველი და ყველაზე უტყუარი განმასხვავებელი ნიშანია ჰოლოგრამა QR კოდით, რომელიც სათესლე მასალის მხოლოდ ორიგინალ შეფუთვას აქვს. QR კოდის შესამოწმებლად დაგჭირდებათ ბაიერის ოფიციალური აპლიკაცია. საკმარისია ტელეფონის კამერით დაასკანეროთ QR კოდი ორიგინალი შეფუთვიდან, რის შემდეგაც მიიღებთ შეტყობინებას აპლიკაციის გადმოწერის შესახებ. გადმოწერისა და აპლიკაციის გახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ დაასკანერებთ QR კოდს და აპლიკაცია მოგაწვით ინფორმაციას, არის თუ არა ეს ნამდვილად დეკალბის სიმინდის ორიგინალი სათესლე მასალა. ასე რომ ორიგინალი დეკალბის სიმინდის სათესლე მასალის ნამდვილობის დასადგენად ყველაზე მარტივი და საიმედოზე QR კოდის სკანირებაა. მეორე განმასხვავებელი ნიშანი ორიგინალ და ფალსიფიცირებულ შეფუთვებს შორის გახლავთ შტრიხ-კოდი შესაბამისი პარტიის ნომრით. თქვენ ხედავთ თუ როგორ არის განთავსებული ორიგინალ შეფუთვაზე აღნიშნული შტრიხ-კოდი, ხოლო ფალსიფიცირებულზე აღნიშნულს ვერ ვნახავთ. ორიგინალის შეფუთვის ეტიკეტზე ასევე მითითებულია შეფუთვის მოცულობა მარცვლებში, რომელიც შეადგენს 50,000 სალ მარცვლს. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ორიგინალ და ფალსიფიცირებულ შეფუთვებს შორის გახლავთ წარმოშობის სერტიფიკატი. თითოეულ პარტიის თესტს უნდა ახდენს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ თესტი ორიგინალია და წარმოებულია კომპანია დეკალბის მიერ. ორიგინალ შეფუთვაზე წინა მხარეს წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ბაიერისა და დეკალბის ლოგო. დეკალბის ორიგინალი სიმინდის სათესლე მასალის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ აგროსფეროს მაღაზიებში ან ჩვენი პარტნიორი მაღაზიების ქსელში.